სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები მოგესალმებათ. მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. გამარჯობა მიხეილ, მოგესალმებით. დღეს სავსე მაგიდა გვაქვს. სავსე მაგიდა გვაქვს დღეს და სხვათა შორის ბევრად მეტი იყო, მაგრამ გავფილტრეთ, რომ ერთი და იგივე ვთქვათ მოდელი რამოდენიმე ფერში რაც იყო, ასე ვთქვათ კი ბატონო. შევაცოტავეთ მოკლედ და რა ხდება აი ორი სიტყვით გითხარი ბატონო გიორგი, ვინები არიან, რა უნდათ? სიახლეებზე გვექნება საუბარი მეგობრებო, დიდი ხანია არ შემოგვითამაზებია მსგავსი შინაარსის ვიდეო. გვაქვს განზოები. დიახ. ჩამოვიდა დაგერი, დიდი ხნის ნანატრი და ასევე გვაქვს MCAST-ას რაღაცა სიახლეები. პლუს MicroTech-ის ორიდანაც წამოვყოლე პახტრიონიდან. განზოს 40 მოდელი არის, უბრალოდ აქ გადავწყვეტეთ რომ 3 დაგვედო, იმიტომ რომ ლოგიკა არის რომ თვითონაც 1-2 წუთი ხომ ვისაუბროთ და ყველაფერს ვერ დავდებით. ამიტომ განზოს მოყვარულებო არ იფიქროთ რომ 3 წალია ძალიან ბევრი განზო გვაქვს მაღაზიაში. მიშა, დანის გადაცვლაზე მინდა კიდე რაღაცა წინაზე ვსჯელობდით და განვუმარტოთ ჩვენს მოხმარებლებს, გამომწერებს თუ რატომ არ ვცვლით დანებს. სანამ მაგას განმარტავ, მაშინ გვიან ღამე აღარ მოგწერე და აი მაღაზიაზე წავიკ ერთ-ერთ ჯგუფში ქალი წერს ესეთ რაღაცას. აბა, ქართველი აღშფოთებული ქალი, ქართველი წერს ესეთ რაღაცას. აბა. ვაიკიკიშიო თან ასახელებს მაღაზია. ვაიკიკიშიო, შევიძინეთ რუსი 18 ლარათო. და სახში რომ მივიდიო, კი არ გავიზომეო კაცო, უბრალოდ აღმოვაჩინე რომ ერთი მხარესო რეზინი იყო რაღაცაო რა. რომ მივედიო. არ იბრუნებენო? არ იბრუნებენ ხალხო და მე ხომ არ გამჩამიცვიაო რა. ამიტომ რაღაცები არ მეკვირს. კი ბატონო. ამის მე, მაგრამ ჩვენ მაინც ვთქვათ. ორი მიზეზი არის, შეიძლება ორზე მეტი, მაგრამ ნუ ძირითადი ორი მიზეზი არის, რატო არ ვცვლით დანებს. ერთი არის ის, რომ პრინციპულად დანაზე მაქვს ესეთი შეხედულება, რომ აი როგორც პირადი მოვლის, პირადი ჰიგიენის, აი ეგრე უყურებ რა, ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, რომ დანას რო ყიდულობს, ხელს იპარსავს. სამწუხაროდ კი? ხელს იპარსავს. იქ შეიძლება რაღაც თემაში იყოს, რომ ვიღაცა შეიძლება ხელის გაიჭრას და რაღაცა და მსგავსად ვუყურებ მე ამ თემას, აი როგორც ჩვენთან აფთიაქებში არის მაგალითად, რომ ვთქვათ, მაგრატელი იქნება, კონეტარა იქნება, რაღაცა იქნება, ეგ ნივთები გადის ესეთ ნივთებში, რომლებიც არ იცვლება. მე დანებს ვუყურებ ეგრე. ერთი მიზეზი არის ეგ, რომ წაიღებს ადამიანი ახლა, ხო? არის ხოლმე რაღაცა ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომ სასაჩუქრად შეიძლება ჩუქნის მეორე დღეს რაღაცა არის და ხანდახან მაგებზე უშვებთ, რომ აჩუქებს, ჩადოს ყუთში ისევ, მაგრამ ნუ ეგ ხანდახან. მაგრამ ძირითადად არის ფიხეილე ეს და მე მგონია, რომ რავი მაგაში არ უტყუით. მეორე არის ის, რომ რაღაცა დაემთხვა რაღაცა პერიოდი, რამდენიმე მოხმარებელი, არ ვიცი რა დავარქვა, არა კეთილსინდისიერს დავარქვევ. რომ მიაქვს და არა აქვს მნიშვნელობა ერთი დღე არის თუ ორი დღე არის წაღებული გინაცულ რაღაცა, წაიღებენ სახში შეიძლება ითამაშოს ერთი 1000 ჯერ გახსნას, მოიბეზრებს, გულს მოიფხანს და უნდა რომ გადაიცვალოს. კი იდეაში ერთი დღე ქვია იმას, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პირველი მიზეზიც ეხება ამას და მეორე უკვე არის რომ ვთქვათ იდეურად წინააღმდეგი ვარ ეგეთი რაღაც მიშა. ხო რა, ნუ მან უფრო მეტად აპელირებას იმაზე გავაკეთებდი რომ მართლა არის მე რა ვიცი შენ სახში რა გაუკეთე და კი, მაგრამ ნუ ეგეც ხო შევამჩნიე რა რომ არიან ეგეთი მოხმარებლები რა და ახლა ხო, კი, შეიძლება კანონით არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ იდეურად მე წინააღმდეგი ვარ ეგეთი რაღაცის რა. დანარჩენი კიდე არის რაღაცა მიზეზები, რის გამოც ერთადერთი პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ თქვა ქარხმული წუნი არ ქონდეს რა. დანარჩენი ადგილზე ვნახულობთ, მოგწონს. მე ერთ დავამატებ ჩემი მხრიდან და ძალიან კარგი რომ მაგაზე დაიწყო გიორგიმ საუბარი, იმიტომ რომ მეც მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც რაღაცა გამინაწყენდასავით რამოდენიმე ახლობელი ესე დავარქმევდი და პირდაპირ აი ხმამაღლა და საჯაროდ ვიძახე. დავიწყოთ იქიდან რომ არავისთვის დასამალი არ არის რომ ეს ბიზნესი არის ბატონი გიორგის და რაღაცა წესებს განსაზღვრავს ეს ადამიანი 99% შემთხვევაში რომ ვეთანხმები ამ წესებში. ეს ერთი ფაქტორი. მეორე სხვანაირად რომც იყოს, როდესაც ადამიანი გეუბნება რომ რაღაცა არ შემიძლია, ანუ გამომიცვალე და ანუ აგერ წესი საჯაროდ გაცხადებული,
ნუ რა ვიცი, ნუ გეწყინებათ ჩემო კარგებო, შეიძლება გაგიცვალო პირადი ნიფთი, პირად დანაში. კი ბატონო და მაღაზიის არ ყოფილა შემთხვევა რომ მომხმარებელი მოგვეტყუებინოს, მიშა არ ყოფილა არასოდეს რა და დანა რომ მოაქვს თუნდაც რამდენიმე დღის მერე ეხლა ხო მე იმ დანას ვერ დავდებ ისე რომ ახლად გავყიდო. მოგივათ. გამორიცხული არის. მაშინ არ მაგას ვარქვენ რომ უკვე კოლექციაში ნაყოფი ნათამაშებია და მაშინ სხვანაირად უნდა შევთავაზო მომხმარებელს რა და მოკლედ ბევრი რაღაც მიზეზები არის რის გამოც ესეთი შეიძლება არა მეგობრული არ ვიცი რა. არა, რატო არა ადრეზე შეამოწმეთ. დაყურებით შეამოწმეთ, არავინ დროს არ გიტყვით 15 წუთი უყურეთ. კონსულტანტთან ერთად გაიარეთ ყველა დეტალი და რო შეიძენთ, იცოდეთ რომ შეიძინეთ რა. კი ბატონო. აი. კიდე ზოგსტეძე მქონდა რაღაცა შემთხვევა. რამდენიმე თვის მერე რაღაცა, ანუ ეს ყველას გონია რომ რაღაცა დანათოღის თქვა 5000 ლარი. უნდა დაფრინავდეს და ხო, ლურსმანსაც უნდა ჭრიდეს, არ უნდა წვდებოდეს და აი ხო რა და სინამდვილეში დანა რა ისიც დანაა და ესეც დანა არის ჩვეულებრივად რა და ყველაფერი ფუჭდება და ყველაფერი ბლაგდება და ყველაფერი იკაწრება. ანუ თუ რაღაცა მithumetes. ხო და რავი, რაც პირიქით ძვირი რო არის, პირიქით შეიძლება უფრო ფაქიზი იყოს, გინას რაღაც საათები ავიღოთ, გინა მანქანები ავიღოთ, გინა რაღაცა ისეთი აქსესუარები ავიღოთ. ანუ ყველაფერს უნდა თავისი მოვლა და მიდგომა. აი, გავუძებთ თქვი მაშინ არ ვაფშე არ მინდოდა მაგის გასწრება და მეგობართან სამრეცხაოზე ვიყავი და უცხო მანქანა იყო რა. კაი მანქანა იყო შემოსული და კაბრიოლეტი იყო რა. და ინსტინქტურად ჩავხედე რა და წინ იმასთან რა, რა ქვია, გრიმს მოდავინახე ძალიან უცხო ფერის ანოდირების რა. ხო და იმას მეპატრონე მეგონა რა და არ ყოფილა მეპატრონე რა და შეიძლება მეთქი და უიო ჩემი არ არისო, მაგრამ აჰა და ამოიღო რა და მეთქი არა ძმა თუ შენი არა და პროსტა დავინახე რომ აი გრიმს მოიღო აოტიანი. ანუ და დამაინტერესა გიო და დაველოდე მოვიდა ეს მეპატრონე, გამოვესაუბრე რაღაცა და ბიჭო აზე არა ვარ რა დანაო რაღაცა მაჩუკესო დაბადების დღეს რა მიგდიაო რა ხან რაღაცა. ხო და ნუ იგივე თემა არა. იგივე თემა არის. ხო და ვინტებს მოვუფრთხილეთ. კი ბატონო. როგორც მანქანაზე საბურავს უყურებთ, არ დაიშვას ვინტებს უფრთხილებით. კი ბატონო. კაი მიშა. საიდან დავიწყოთ? არ ვიცი. მოდი მაშინ აი ეს დანა არ შენ ხო იცი არ შემიხედავს, ხელი შეამჭერია არც ერთი დანა და აი ეს მაგრა და მომწონს ახლა შევიდა, ხო? მეთქი ბოლოს ვიზავთ, მაგრამ დავიწყოთ კაი. მაგითი დავიწყოთ. კი ბატონო. მე ძალიან მოვიხიბლე მაგთან ის ბატონო გიორგი. ხო. რაღაცა იმ განწყობით ამოვიღე, ხლა ძალიან ძვირი აღირს ესა. 75 ლარი. კაი. 75 თუ ღირს, ხო, მაშინ კაიგექსის კარკაში თბილისში რომ დაგემზადონ რა ღირს? არ ვიცი, ალბათ 1.30 ლარი. მე მგონი 50. მაგრამ არ ვიცი. ხო, კი ბატონო. მოკლედ, განზოს ახალი მოდელი, შედარებით მომცრო ზომის ფიქსები ქონდა და ფულტანგი არ გქონია. განზოს არ ქონდა ფულტანგი. ეს პირველი არის მიშა და თან 75 ლარად ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი დანა იქნება და ისეთი რომ ადამიანს გაუწევ რეკომენდაციას. სტანდარტულად პირი კაი გამოყვანილი, სისქე დაყვანის ადეკვატური, ლესვა კარგი, ლესვის რესურსი აქვს, ჩოვილი არის, ხელში კარგად ჯდება, ფულტანგი აქვს, აქ პატარა ისიც აქვს, ასეც ახიან. სტეკლაბოი. სტეკლაბოი. ნასეჭკას რა, ასე ძახი. ჯიმპინგი. ჯიმპინგი კაი იყოს ეგრე, ანუ ესეთი ჭერითაც გამოდგება და ჩასარტყმელ ჩასაგუშებლადაც გამოდგება. პარაგორტის გასაყენლის ადგილზეა. კი ბატონო, კარი თუ რამე არის მოიხსნება, შიგნითაც შეიხედება, არ ვიცი. ძალიან მაგარი ფიქსი გააკეთეს. ესე გინდა დააყენე, გინდა ესე გინდა ესე. ბატონო. ნუ ბიუჯეტური საქამრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი ბატონო. შეატრიალდება, შეიძლება კბილებზე. კბილებზე არა. აბა არა, იმასეა რა. მარტო ვინზე? ვინზეა, კბილებზე არა. კაი, მაგას ვნახავ, იმიტომ რომ ის შემყარაც ის შეიძლება კბილებზეა, შეიძლება ესე ტრიალდებოდეს. შეიძლება. მე მგონი განზო შეეშვა ძალიან მაღალ სეგმენტში გადასვლას, გახსოვს ერთი პერიოდი რაღაც ძალიან ზვირიანი 100 დოლარიანი და რაღაცადან ეს რო აკეთებდა და თავისი ნიშა აქვს იდეალური ნაპოვნი ჩემი აზრით რა და ძალიან კაი ნიშა აქვს და აი ეს ძალიან მაგარი მოდელი გააკეთა მოკლედ. ეს 3 მმ-ია, მეტი არ არის ამის სისქე. მანახე 3.5 შეიძლება ეს ფასკები რო აღებული შეიძლება ეგ 3.5-ზე მეტი არ იქნება. მეტი არ არის, არა გამორიცხული. იმენა სანადიროდანის იმაში ზის. ძალიან მაგარი დანა არის. სუბუქია თან. ვისაც ფუნქციური დანა გჭირდებათ, კაი სამუშაო დანა გჭირდებათ, ხესაც კარგად გათლის ჩემი აზრით, რაც არ უნდა იყოს, თავისაც იმსახურებს, თუ რამე მე გამოიცვლება. ფასი აქვს ისეთი, რომ ნუ დიდად არ უნდა დაგენანოს.
ყოჩა. ძალიან მაგარი დანაა. გავაგზავნოთ განზოებით. კაი იყოს განზო, მაგრამ განზოს ახალი მოდელი გვაქვს რამე კი? ბატონო. ხო, ეგეც ახალი არის. აბა მიდი. რაღაცა მიდი მაგას შემთხვიდან მე რაღაცა თვალში არ მოხდა კარგად. მოკლედ სტანდარტულად ეს დაინახა თუ არა ბატონმა გიორგიმ შუიდან ეს რაღაცა დაშვება მე მგონი ეგრევე თვალში მოხდა ცუდად. არა, მე ტარი მოხდა ცუდად. კი. რატო ეს გადაკრული ისა? გადაკრულია, ხო? ხან თანკარბონი ეს ეფექტით არის, თანკარბონი არ არის. ახლა მაგას მოკლედ მე ესე იგი გივიტყვი მე რა შეცდომა. ძალიან მომწონს ეს დამალული ფლიპერი. ანუ ამ საფასო კატეგორიაში იშვიათად არის, ძალიან მომწონს რომ არის აი ესეთი მავთულისებრი სამაგრი, ანუ მთლიანობაში რაღაცა რეილაკონიკოს სტილს მიტოვებს შტაბეჭდილებას 109 ლარიანი დანა არის, სადაც არის დეორი 62 როკლზე ნაწერთობი და განზო დეორს ძალიან მაგრად აწერთობს. რა ვიცი, მე მთლიანობაში ვიზუალურად ძალიან ისეთი გემრიელი დანის შტაბეჭდილება დამიტოვა. და ეს თვითონ ფიჯეტ ფაქტორი მომეწონა რომ კარგად დახტის ძალიან. მაიტა. კაი, სანამ დანაზე გადავალ, დეორზე ვიტყვი რომ განზოს დეორი გაიტესტა ალბათ ერთ-ერთი პირველი დეორებს რო ტესტავდი და კაი სტანდარტული აი ერთი ქულას გვიჩვენებდა და სხვა დეორებიც რო გავტესტე მე და უფრო ზოგადღირებული ბრენდების და ასე შემდეგ მიახლოებით მანდ იყო რა. მაგალითად S30-ვი, S35-ვიანები ერთი და სამი ქულის ფარგლებში იყო მიახლოებით წარმოადგენა რო ქონდეთ. იცი რომ შენ რასაც იძახი იმის მერე განზომ შეცვალა დეორის, ну თვითონ როგორც იძახიან, შეცვალეს როგორც ტექნოლოგია. გაუარესებით არ გაუარესებით. აი მე ვნახე ერთ-ერთი იმაზე ტესტი. და რაღაც უკეთესი ქულაზე იყო იქ ლაპარაკი, როდის დაიწყება. დარწმუნებული ვარ ისე? რო აი ძალიან საინტერესოა. აი კანონს მოვაგვარებ ფიშა და მე დავიწყებ. შეიძლება მანამდეც რაღაცები ერთი რაღაცით ისქენი პატარა შემოაგდე რა, რაღაცა სიმბოლური გატესტო. აი ცი რა არის განწყობა მთავარი რა და განწყობა გულს ვერ უდებ რა. ყოველ დღეში რო რაღაცა სხვა გაქვს საფიქრალი, ამაზე რაღაც გულს ვერ უდებ ჯერჯერობით თორე. იმდენი დანა მაქვს დაწყებული, იმდენი მუფელები მაქვს გაჩერებული და რაღაცა, ну, მე მგონია რომ რაღაცა ახლო მომავალში ცოტა უკან მოვიტოვებთ ამ თემას და მე უკვე გულიანად გადმოვერთვები. კაი, დაუბრუნდით ამას. დეორი მოკლედ განზოსი კარგი არის, პირის დაყვანა სტანდარტულად სუფთა, კაი, ლამაზი ნალესები. ხო, ну, წეღარაც გითხარი მიშა რა. ანუ შეხედავ პრემიუმალურ და პრემიუმის ვიზუალს ტოვებს რა და ხელში აიღებ და მე ისა გაქვს რომ ეგეთი არ არის რა კარბონი და ეგეთი ძვირფასი არ არის. ლამინირებული კარბონი არის, შიგნით ჯიათი აქვს. დანარჩენი რა თქმა უნდა ლამაზი არის, რა თქმა უნდა აფაში კარგი არის, უბრალოდ ეს ემოცია რა, ეხლა მე ამას მივჩვენე ჯიათი იყოს ნაღდი. მეც მივჩვენე. ხო, რომ ვიდრე ლამინირებული კარბონი. სხვა დანარჩენი გემოვნების ამბავი რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში თავის ფაში. უბრალოდ 10 მოდელიდან 9-ზე ჯიათი აქვს და 1-ზე ხა გავუტაროთ ეს. ხო, არა. ვიღაცებს მოწონს. ჩემი აზრი ხო უნდა თქვა. ფასი კარგი აქვს, მიშა თავიდან რო გავხსენე სახელოსნოში, არ ვიცი, 120 ლარები. თავიდან სხვათა შორის ხო 135 ზღირდა და 155 ზღირდა მახსოვს. ის ადიმანტი იყო 155-იანი. სკიმენთან ერთად გაკეთებული, ის ეხლა ცოტათი ძვირი იღებს, მაგრამ 109 ლარი კაი ფასებში არის, მოკლედ ამდენი წელი. ეხლა ჩვენ განზო ძალიან მაგარი. ამდენი წელი გავიდა და პირიქით უფრო იაფად არის. კაი, მშვენიერი მოდელი. ეს რომელი არის? FH სერიაა? კი. FH 927, ხო. ეს მოკლედ შემდეგი არის ალბათ ბევრისთვის კარგად ნაცნობი სტილეტის ტიპის ავტომატური დანა, რომელიც შავფერში არ გქონდა და დაგვემატა შავფერში 89 ლარად ესეთი ავტომატური დანა, არ ვიცი, მე მგონი არსად არ არის სხვაგან. ეტა ხო, სტილეტის მე უფრო ისიც სტილეტოა, პროტეკისკენ მივდივარ რა დონი რო იყო, რაღაცა იმ სტილში არის, ეგეთთან აქვს რაღაც მოტივები აღებული. დანარჩენი ხო თავის ფაში ძალიან კარგი ავტომატური დანა არის. ერთს ვიტყვი რომ დაიკარგა ის ადამიანი. ეხლა მარტო ლესვაზე მუშაობ, ბევრჯერ მithქვავს ვიღაცა რომ წერს პირდაპირ ვეუბნები რომ მეგობრებო ლესვაზე მუშაობ, დანარჩენი ახლა არ ვიცი თუ რამეს ვნახავ თუ რაღაცა ყოველთვის ანუფასოდ მიმიცია დეტალი, ანუფასოდ დავხმარები ვარ. ამაზე ორი შემთხვევა მქონდა მიშა რომ ზამბარა გავუწყდა მაგის თქმა მინდა. არ იფიქროთ რომ რაღაცა ის არის, უბრალოდ ბევრი არის ჩამოტანილი და ბევრი იყიდება და ნუ ხანდახან ხდება ხოლმე. ხო და განზოზე მიწერილი მქონდა და გამომიგზავნეს ეს ზამბარები. ხო და მომწერა ერთმა ადამიანმა რა გამიტყდაო და მეთქი მეგობარო არ მუშაობ მაგაზე, მაგრამ ზამბარები მაქვს. ეს გამოწვალი შეგვიტან ახლა. ხო რა და რავი აღარ შემომეხმიანა რა და ზამბარები მაქვს, განზომ გამომიგზავნა, ვინტებიც გამომიგზავნა განზომ.
რამდენიმე დანაზე ვინტი დაეკარგა მომხმარებელს, რა თქმა უნდა, განსაზღვრალი არ არის, ყველა დანაზე ეშვება, მაგრამ მაინც ჩინელები არიან ოქრო ხალხი მაგაში რა, რომ რაც უთხარი გამომიგზავნის და სათადარიგოები არის ეგეც რომ გაითვალისწინოს. ვინტის გამოსვლა, ისა თუ არ იცი ზამბარის გამოსვლა, შეიძლება YouTube-ზე ნახო უმარტივესია. კი ბატონო, ხო, ზამბარები არის, ვინტებიც არის, დანარჩენი ახლა ეგ არის. კაი, შავი სიმართლე გითხრა, რაღაცა უფრო ძვირფას შეხედულებებს არის, გეგონება რომ კაი, ესეთი ხარისხიანი დაფარო აქვს, კი. კი ბატონო. გადადი ბატონო გიორგის თუ შეიძლება ფასი. ნუ წონა რკინისტარი აქვს, ხო ესენი ალუმინებზე არ არის, ხო, მსუბუქი არ არის, შედარებით ძემია. კაი, გადავდე ესა, მოიჩადე. ეს არის 99. ეგ არის, ეს არის 99. კაი. მოდი გადავიდეთ ემკასტაზე. და რატო 99? ისაც 9 ფოლადისგან 440 არის მანდ. აუ ეს ცოტა იაფები აქვს ხოლმე. კაი, გავიდე. ემკასტაზე გადავიდეთ. ჩამოვიდეთ ემკასტას, კი. ემკასტას საკმაოდ დიდი შეკვეთა. აი ხა აქედან ხედავ რომ დაახლოებით უნდა იყოს 30 მოდელი ემკასტასი და აქაც შევარჩიეთ უბრალოდ რამოდენიმე მოდელი, რომელიც ნუ ამ შემთხვევაში მე მომწონს. და სხვა მოდელებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ Excel-ში მედანის. მოდი დავიწყოთ ახლა. მოდი აი ამ მოდელით დავიწყოთ ბატონო გიორგი. არა, აი ამით დავიწყოთ. აი ბატონო და შენი თქვი მე ჩემსაც ვიტყვი. მოდი სხვების აზრსაც ვიტყვი, ბევრი რაც გამიგია და ჩემსაც ვიტყვი, რომ ბევრს აქვს ხოლმე რაღაცნაირი ისე იმედგაცრუებასავით ემკასტას რომ იმაშებიან, რომ ძალიან მიეჩვენენ რა სხვანაირ დანებს, ანუ იქ ფლიპერი უცები ხსნება, უცები კეტება რაღაცა, ხო, კი, ძალიან მიეჩვენენ მაგეებს და თავიდან მეც ეგ განწყობა მქონდა რა, ეხლა დანები რო არ იცი, ყველაფერს ისე უყურებ, რაღაცა მოლოდინებს იქმნა და რაღაცა და მე უკვე სხვანაირად ეცნობი დანას და რაღაც ხასიათს უფრო გებულობ და მე სხვანაირად უყურებ. საგიტო მოგაწოდე ეგ დანა. შენ ხო დამემოწმები რომ პირველ ჩამოტანაზე მე როგორ ნეგატიურად ვიყავი რომ არ მომწონს მეთქი და ხო ვიძახდი ამას. ემკასტაზე თუ ამ მოდელზე იყო? ემკასტაზე ზოგადად. ეხლა მე 3-4 მოდელი ისე შემიყვარდა და ისე მომწონს უკვე. რომ აი სხვა მუღამი დავუჭირე რა. აი გეტყვით ეს რაღაცას კი, ხარისხი, რა თქმა უნდა, სხვანაირი აქვს. კი ბატონო. მაგრამ ეს ხო უბრალოდ ინსტრუმენტებს, უბრალოდ ინსტრუმენტებს რო შევხედოთ, მთელი ცხოვრება გემსახურება. თუ შევადარებთ ახლა ჩინელებს, ხო, ამ ფაში, რა თქმა უნდა, ტიტანები, CNC-ები, მეტისიზუსტეები და რაღაცები, მაგრამ თავი ხო ემოცია არის, აქ ხო დანა და ეგ საჭერლად ხო რა გვჭირდება, ესეც გაჭრის და ისიც გაჭრის. თუ ხარისხს ვადარებთ, ის ხო არის, მაგრამ ხარისხი ემოციას არ გაძლევს. მე ესე მგონია. იმიტომ რომ ბევრი დანა შემხოდრია ისეთი რომ ძალიან მაგარი ხარისხია, მაგრამ რაღაცნაირი აი ემოცია არ მაქვს და პირადი აქსესუარია ჩემთვის. ხო. აი ეს არის აი ჩემთვის რაღაც სახასიათო დანა არის, რომელიც სხვანაირ ხასიათს მაძლევს, სხვანაირ ემოციებს მაძლევს და მე ვფიქრობ, რომ აი აბსოლუტურად ამართლებს თავის ფასს. ამართლებს, კი. დანარჩენი აი რა გითხრათ, აი Rockstead-ები ყველამ ხო იცით, აი Rockstead-ი არის და Rolls-Royce-ია და რაღაცა. იგივე ხასიათი აქვს. უბრალოდ ბევრად უფრო სრულყოფილი არის, მაგრამ ხასიათი აქვს იგივე, ემოცია აქვს იგივე. ხო და არ ვიცი ახლა ალბათ ეგეც ინდივიდუალურია თქვენ დაწერეთ თქვენი აზრი, მაგრამ აი ეს კლასიკური გახსნა დაკეტვა, აი ეს რაღაცა საკნის შაიბები, რომელიც აი ესე ცოტა რთულად მოძრაობს. აი ყველაფერი რაღაც სხვანაირ განწყობას მაძლევს, ჯენტლმენური რაღაც. კი, აი და დინჯი დაღვინებული ადამიანი, რომელსაც ნახა უკვე ბევრი და კი, აი რომელიც ესე ამოიღებს წყნარად გახსნის. კი ბატონო, თავის რაღაცა გადაჭრის ლამაზად, ანუ აქსესუარია რა, უბრალოდ დანა არ არის. აქვე ერთი საინტერესო ამბავიც მინდა ვთქვა, რომ აი თუნდაც ფოლადზე რა პირობითად ეხა აი SPG2 მხნელოვანი ფოლადი არის როგორც აი სუნამოებში არის ნათქვამი ასე ნიშ პარფიუმერია რა. იგივენაირად არის რომ ანუ ვერ გაიქცევი და ეხა უცბად ორ SPG2-ს ესე ვერ იყიდი რა. ანუ არ შეხვდება ყველგან. ანუ ეგზოტიკური თემა არის რა, რაღაცა კუთხით იაპონური ფოლადები და ეს ფასი 799 ლარი ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად მისაღები თანხა. ეგარ შემიხედავ Super Gold 2 თუ იყო. კი, Super Gold 2-ია ნამდვილად. იაპონური ფხნელოვანი ფოლადი არის, მეგობრებო, მაღალი დონის. რა თქმა უნდა, ახლა სისალე ისეთი არ აქვს როგორც ZDP-ს, სამზარეულო დანებშიც გამოიყენება, პრემიალურ დანებშიც და აქაც პირველად შემხვდა ეს. აწერი აგე Powder Steel. კი ბატონო. კაი, დანარჩენი ბოლსტერი ტიტანი. ტიტანი დამასკურია. დამასკური, კი, ეს დამასკური. ბოლსტერი დამასკური გვაქვს, ტარზე აირონუდია? არა, აირონუდი არ იქნება. ბაკაუდი. შეიძლება, მოკლედ,
ძალიან ისეთი ან სახასიათო მეტალ, ან აქსესუარი. კაი. კი ბატონო, შემდეგზე გადავიდეთ ბატონო გიორგი, რომელიც უფრო დიდი ზომის არის, მაგრამ ფასი ნაკლებია. 529 ლარი ღირს, აი ეს ალბათ სუპერ იაპონური ფორმატის დანა. მე ვთქვა? ამერიკული იმით, რა ქვია. აგითხრა მიშა მომწონს რა ეს ინკასტები მომწონს. კი, მაგარია. ეხლა არ ვიცი რა, რამდენად სწორად ვიტყვი. ეს რო იყო სუფთა ჩინური. მაშინ არ მომეწონა. ანუ არ მომწონებოდა რა, მაგრამ რო ვიცი ამის უკან რა დგას და ვინები არიან და როგორი ტრადიციები და რაღაცები, ხო, მაგ ემოციას მაძლევს მე ეს ყველაფერი და მაგიდან გამომდინარე მოწონს. ანუ სხვა თვალით უყურებ თორე ეხლა რო შეხედო დანარჩენი ეხლა ამას შეიძლება ხო, წუნები შეიძლება უპონო. მაგაზე არ არის მეგობრებო საუბარი, ანუ მაგრამ სუფთა იაპონური რო არის და იმათი შთამომავლები რო არიან. ხო, აი ეს ყველაფერი იმაძლევს იმ ემოციას. დანარჩენი პირები ძალიან მიყვარს მე ამათი სანმაი არის ამ შემთხვევაში, რომელიც სანმაი იყო. მე მგონი, ну, აი ეს რაღაცა იქითკენ მიდის რა, რაღაც კატანებისკენ და იმათი. კი, ნამდვილად ეგარი. კი. ამათ რო უყურებდი ამათ ვიდეოებს რა, თვითონ შინაარსიც ამ ბრენდის ეგ არის, რომ ნამდვილი იაპონური სულისკვეთებით გაკეთებული იაპონური ხასიათის მქონე. 529 ლარი ღარი ფაქტიურად ჩვეულებრივი პარამილიტარის ფასი. ხო, მაგას თუ შეხედავ, მანდ ამერიკულია თორე ხა პარამილიტარის ხარისხზე რო დაიწყო საუბარი, ხო, არა, რაღაც ვიღი რა. უკვე სხვა თემა არის. კაი, მოკლედ აი, ეს ახლა უფრო ძვირია, იმიტომ რომ დამასკია, მაგრამ აი ხა ეს ჩემში არის ალბათ სუპერ ჯენტლმენური ნივთი, რომელსაც აი ძალიან კაი, ეკლიპსაც არა აქვს? არა და რა მაგარიდან ძალიან შტაბეჭდილების ქვეშ ვარ ამდენაზე. რა პატარა მექანიკაც აქვს და აი მოდი ესეთ მაგალითს მოვიყვან, განაისრო რაღაცა, მაგრამ აი ის იმდენი დანა გვაქვს ახლა მე და მიშას ხელში რაღაცა მობეზრებული ისა. აი ჯიბეზე რო დაუნახო ვიღაცას რაღაც სუპერ ტიტანებით და რაღაცებით და თქვა დაუნახო ეს, ხო? ეს ხო ბევრად უფრო რაღაცა. ხო, რაღაც ეგრე არის, რომ აი აბა რატო გაქვს ეს? და ნუ თუ მოისმენ ეს კაცი და თუ მოისმენ იმას რომ აი ეს ისიც აქვს იმას ნანახი და აქამდე უფრო სხვანაირი ის არის რა ემოცია რა. უმაგრესთან არის და აი ძალიან ხელში რო უყურებ ახლა ძალიან გამიხარდა რომ კლიპსა რა აქვს საერთოდ სხვანაირ ემოციას იწვევს და ის მოყვება რანკაბურა თავისი უმაგრესთან არის ხო შინია კატანა ქვია ამ დანას აიცა და არა ეს ეფექტია ხო ეს ეფექტია ეგ არ არის დამასკური არ არის დამასკური მარტო პირზე გვაქვს ნუ ამ შემთხვევაშიც შუაში ის არის რა პაკეტი არის და მწრელი ფოლადი სხვა არის ალბათ ვეჯიათი რა ხან არა წერია რა ხან არა წერია ვეჯიათი არის კაი აუ ძალიან კარგი არის აგერ არის კიდე აი მასიურ საყელურებზე მიშა ისეთი სხვანაირი ხასიათის დანებია მცირაზე მინდა კიდე გავამოხვილო ყურადღება მოკლედ ეს შენი საყვარელი იუთუბერი როა რუსლან კიასოვი კარგი მოკლედ ეგ ხო ბრენდ ამბასადორია ამისი ახლა აი გავიცადე რომ მიმოხილოს რომ აკეთებს რა მაგალითად ესე იწყებს რომ მოდი დღეს განვიხილოთ საშუალო სეგმენტის დანები სადაც არის benchmade, spider.co, microtech საშუალო და განვიხილოთ სუპერ მაღალი დონის დანები და სუპერ მაღალში შედის კულტროტეკი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგის ბრენდ ამბასადორიც არის სეკი და რა ქვია ეს ემკასტა და მას რა ქვია ბიჭო სამზარეულოს დანები რო უსთხოვს არეკლამებს არა იაპონური როა რა მეორე მოკლედ მიაბის არეკლამებს კიდე მე მგონი მიაბია ხო მოკლედ ამაზე რა მოკლედ რო ყვება ხოლმე მართლა გამიჩნდა ინტერესი რომ მეთქი თავი ბოლო და სულ იზახის ერთ რაღაცას როგორც რომ აი მეო ამას რო გადავლისაო ხოლმეო ჩემი ლესვითო მე ხდებაო კაროჩეო რაღაცა სასწაულიო რა я вижимаю все соки ესე იზახის ხო და შენ გადაგილესია ერთი რომელი მე არის იმკასტა გადამილიცავს ოღონდ ადრე ძალიან რა და ესე არ მიმექცევია ყურადღება და მოდი ესე ვიტყვი რა კიასოვი ძალიან კარგ ვიდეოებს იღებს და ძალიან საჩვენებელს მაგრამ ეს ვიჟიმაიუს ესოკი და ის თავისი ტესტები ცოტა გადამეტებული არის რა ძალიან კარგად ლესავს მაგრამ
იმდენი არ ჩანს ლესვაში რა და იმდენს ვერ გაიგებ, რამდენსაც ლაპარაკობს ხოლმე რა. დავფიქრებულ ვარ, რომ აი ნეტავი მეთქი გამიხარდებოდა მე რომ ფულს მიხდიდეს ვინმე იმაში, რომ აი თქვა ვინ უჯდენი უნდა ვაქო რაღაცა დანები რა. იმიტომ რომ აი ხანდახან ისეთ იდიოტობაზე იძახის, რომ აი იმ დღეს არ მინდა ის ბრენდი მე იტყვია რომ ამათ არა აქ და მაგით ოლანძღავს. ერთ-ერთ ჩინურ ბრენდზე იძახის, რომ აი ესო არისო ბიუჯეტო გადატრიალება არისო ბიუჯეტო სეგმენტშიო რა. ხანდახან ისე იტყვის ხოლმე, რომ უნდა დაამთავროს მაშინ ბოლო ვიდეო უნდა იყოს ისე შეავსებს ხოლმე. ხო, კიასოვის თოკის ტესტზეც ვიტყვი, რომ ძალიან არასონდოდ თოკის ტესტი აქვს. დანარჩენი ყველას თავის შეხედულება აქვს. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ თვითონაც ხდება მაგას, მაგრამ იმდენი წელი აკეთებს. ხო, ეხლა ხო არ იტყვის რომ არასდროს მეკეთებიაო. კი ბატონო, მოდი ეს ემკასტებიც გადმოვდოთ ბატონო. პირი აქვს ცოტა წამოღებული მიშა და შევხედეთ და ოდნავი ლუფტი აქვს. ოდნავი რო გადაეჭიროს ეგრევე გასწორდება. კი არა მგონია აქვს პრობლემა. ეგრევე გასწორდება და ძალიან კარგად იქნება. ეს მოდელი უკვე პოპულარული არის საკმაოდ. არამერიოს ეს ამისი არის. კი ბატონო, ეგ მაგისი არის. ეს ჰიგონომიკა სხვათა შორის მე მგონი ერთადერთი ემკასტაა, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით რაღაცა პოპულარულობა მოიპოვა, ასე ვთქვათ, აი მოდელთან ერთად. ის ბევრი არის. კი ბატონო, კი და ნუ ეს მე პირადად პირველ რიგში აი ეს მაქვს სიაში. რომ ნუ აი ეს უნდა შევიწინო რა, ნუ პირველი ემკასტა ჩემი ეგ იქნება რა. ესე გადავწყვიტე. ფრიქშენი არ არის, ნახე, დაბალდეტენზი არის. დიახ. ძალიან მსუბუქი, ძალიან ჩემთვის საზაფხულოდ საინტერესო დანაა ძალიან რა. კი, ჩემთვისაც ეგრე არის მიშა. და ეს 400 ლარი ღირს, ახლა არ ღირს ეს 700, 400 ლარი ღირს, ეგეც მედიატის მუზეა. ყველა დანას ვნახულობს, აბსოლუტურად განსხვავებული მოდელები არის, მაგრამ ემოცია მაქვს, ყველა რაღაცა ის მსგავსი ემოცია მაქვს, რომ აი სულთა რაღაცა იაპონური ისეთ განწყობაზე მდგები რა. ბატონო. ბატონო. კი, არა მიშეკეთახები, ეს მოდელი წინაზეც ვქონდა მე მგონი და მაშინაც დაიმსახურა ჩვენი შეფასება და ეს ვერსია არ იყო მე მგონი, მაგრამ ნუ კი, ეგ არ იყო, მაგრამ მსგავსი იყო, კი ბატონო. ძალიან კარგები არის. განზოს დაანახო ღირდა 75 ლარი ბატონო. ეგ რა ღირს, ამას ფიქსები ძვირები. 939 ლარი. აბა ახლა შენ თქვი ძმაო, რატო ღირს ეს 939 ლარი რა? აი მას ჯობია რა, უკეთესად გაჭრის? არა, უკეთესად არ გაჭრის. დანარჩენი რო დავფიქრდი, არ ვიცი, ჯიმპინგი თუ გამოჩდება, ახლა ნახე როგორ ავთქვა, ამას ჩინელს არ აპატიებ. კი ბატონო, გამორიცხულია. კი ბატონო. მაგრამ მაიკ აირის გრინდინგი ყოფილა. კი ბატონო. და ეს არის აირონ ვუდი. კი ბატონო, სპორტული დანა. მოკლედ, აი სუფთა ინსტრუმენტად, აი რა გითხრათ, აი ძველი დანები ხერხის პირებისგან რო აკეთებდნენ, დაშვება არ ქონა რაღაცა, მაგეებზე გამიგია ხოლმე, რომ აი ძმა უწლები აჭრის და რა ბლაგდება და ყველაფერს აკეთებს. ანუ სუფთა ინსტრუმენტად ყველას შეიძლება ყველაფერი გეყოთ, მაგრამ ახლა უბრალოდ დანები ესენი არ არის, ესენი არის აქსესუარები არის რა. მე ამას ვიქონიებთ. როგორ არა მიშა? აი თან ეს პატარა რაღაც ხონა. შენ მოგიტანდი გასალესად. და უმაგრესი დანა არის. უმაგრესი პატარა დანა არის, რომელსაც ნუ ძალიან კაი. ერთი ქარქაშს ალბათ გამოუცვლი. ქარქაშს გამოუცვლი რა, ძალიან უბრალო ქარქაში აქვს ამ დანისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები შეიძლება იგივენაირად როგორც ფიქსებზე ვთქვით, ახლა რაღაცეები შეიძლება დაუწუნო, ახლა ჯიმპინგი ახლა თქვათ ვისურვებდი, რომ უფრო რაღაც სხვანაირი მაღალი დონის ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში მაინც ემოცია არის და მე მგონია, რომ აი ეს ნამდვილი იაპონია არის რა. კი, ნამდვილი იაპონია. ახლა ეს რო კოლექციაში ხონდეს ვიღაცა მაჩუკოს, ახლა ძალიან მაგარი საჩუქარი არის და ძალიან მაგარი დანა არის. დანარჩენი ალბათ აქაც ვეჯიათი, სეკი ჯაპან და ნუ მაიკ აირის გრინდინგი საიდან მოხდა აქ სიმართლე გითხრა. მაიკ აირი ახლა დღეს ახლა იმდენად ის არის, რომ კარგად რო ჩავყვეთ, მან დაახლოებით მე ვხვდები რა კავშირიც შეიძლება ისე ლოულესთან მივიდეთ. ეგ იყო იაპონური და ამერიკელების დამაკავშირებელი ერთმანეთთან და მაგას მოვიძიებ ისე და შემდეგ ვიდეოებში ვნახოთ რატო სად მოხდა როგორ მოხდა. აი გაირი ზოგადად პროტექს უკეთებს რა. ხო, და ნუ ძალიან ისე ითვლება რა, მაღალი დონის პრესტიჟულ მაგასთან. ხო, მაგასთან კოლაბორაციები ითვლება ძალიან პრესტიჟულ. განვადე ყველაზე პოპულარული ემკასტა და ვაჩვენოთ მომხმარებელს ვინც არ იცის, რომელი არის ნომერ პირველი პოპულარობით ემკასტა. მოდეთ მიშა. კი ბატონო.
როგორც შემიძახი, ყველაზე პოპულარული M-კასტა. ერთუნიშნულოვნად ყველაზე პოპულარული. და ალბათ ეს იყო პირველი M-კასტა, რომელთანაც შეხება მქონდა მე. მე მგონი ეს იყო რა, რომ გასალესად რომ მოიტანეს. შეიძლება აი ამის დამასკური, აი ორივე ერთ-ერთი პირველი, ეს ბოლომდე დამასკურები რო არის, მე მგონი გვაქვს ეგ მოდელი. გვაქვს, ნამდვილად ორ ზომაში. აი გორი იყო ერთ-ერთი და რომელიღაცა იყო ერთ-ერთი პირველი რა და 230 ლარი, ხო ეგ? 229 ლარი, 230 ლარი. ძალიან მაგარი სასაჩუქრე ნივთი არის, ოღონდ იმ ხალხისთვის, ვისაც შეიძლება დანემ შეერკვევდეს, მაგრამ ესთეტიურად რაღაცეების, აქსესუარების მუღამი კონდეს რა, აი მაგარი ტიპია რა. ეს არის მანიკლიპი, ხო? ეხ. და მე მგონი კაი მანიკლიპი არის ეს კლიპსა. ლოტოში მოვიგებ ფული, გინდა ჩავდო. ხო, იგივე რა მიშა. ახლა აი ერთ-ერთი პირველი რო იყო ამაზე გამახსენდება რა, რომ M-კასტა რომ მოვიდა, M-კასტა ბრენდი თავიდან გაგონილი რომ მქონდა რაღაც ძალიან ისეთი განწყობით მოწიწებით რა და პირველი ემოცია მქონდა რომ ეს რა არის. ეგ რა არის, ხო, ეს რა არის და ვერ აღვიქვი ხო რა და მე ეხლა ბევრად უფრო ისეთი რაღაცა პატივისცემით და უფრო საინტერესო მოდელად ვუყურებ რა და მოკლედ 230 ლარად სუფთა იაპონური ძალიან მაგარი აქსესუარი მანი კლიპი. ეს მეტი რა უნდა თქვა და ხო, ამაზე კიდე სხვადასხვა სიმბოლიკები რო არის, ეგეც თავის ხასიათს ძენს, რომ სხვადასხვა იაპონური რაღაც გამოხატული ხასიათი. კარგი, წაიყვანა იაპონია იქიდან. შენ არ გინდა მანი κλიპის ნახვა ესე იგი. აი ეს მომეწონა რა ისეთი. ჩავდოთ თან ხა? მე მგონი რომ პრაქტიკული იქნება. კი, ძალიან პრაქტიკულია რა თქმა უნდა. მე მგონია გატესტე. ძალიან მარტივად სუბუქად და შეგნით 6 გოპიურა, 7 გოპიურა ეტევა საკაიფო. ხო და ჯიბეში ჩაიგდებ რა და მე თუ გაგაჩერებენ. ხო. ეგეც შემთხვევაში მაგას გააძვრენ. ხო. შეიძლება. კარგი. მე ვიტყვი რომ იცი რა, კაი, მაგაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, რომ ესეთები გააძვრებაა. საქმეზე რომ მივა. აუცილებლად გააძვრებათ არ. ეხლა მესმის რომ ცოტა რთული დრო არის, მაგრამ აუცილებლად ჩავაბარებ წარსულს. ეს ამიშა, ესეც ვისაუბრეთ ამაზე. კი, ვისაუბრები. მოდი, მივიდეთ. დაგერებზე გადავიდეთ. მოდი, დაგერებზე ვიტყვი მე რომ დავაანონსო. დავაანონსებ რომ თეიმურაზი დუბაიში არის ახლა და დაემთხვა ისე რომ ჩვენ გვინდა რომ თეიმურაზი ჩვენთან ერთადაც ყოფილიყო ახლა ვიდეოში რა და ისე ვთქვათ ამომწურავად რაღაცა შეიძლება გრძლად როგორ დავარქვა არ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე და მე თეიმურაზთან ერთად უფრო საფუძვლად მე აქვე ესე ინტრიგა შემოვიდან და ვაპირებ რომ რამოდენიმე ისეთი ჩამჭრელი კითხვა უნდა დაუსვა ბატონ თეიმურაზს და ასე რომ დაელოდეთ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება რა. ხო, მანდ მაშინ კიდევ დავაანონსებ იმას, რომ წინაზე ვსაუბრობთ, რომ რაღაც სტუმრებს მოვიყვანთ, თქვა მე ხანი არ მიყოლიაო რა და გითხარი ხო, რომ წასვლა მოგვიწევს. კი. მოკლედ სტუდიას გავცლებით მეგობრებო და ჩავალთ ნატახტარში და ნატახტარში ვისთან ჩავალთ? ვისთან ჩავალთ? სად ჩავალთ და რა საქმეზე? მაგას მე ვიტყვით აუცილებლად. კი ბატონო. კი ბატონო. კაი, დაიწყე. საიგაკი ხო თუ? მოკლედ დღეს შევიძინე ეს მოდელი რა. შენ სანამ მოხვიდოდი, ოღონდ შავი პირით შევიძინე მე. ხო და ზოგადად სხვათა შორის კაი ხანია ბოლო პერიოდში. არ ვიცი რა ცხოვრებისეული პრობლემების ბრალია თუ ისი ბრალია. ორი თვია რა, ჩემთვის კაი ხანი. ორი თვია მე დანა არ მიყიდია. ხო, მეც კაი ხანი არ მიყიდია. ხო და ეს ვიყიდე. მე მიმაჩნია რომ მე დანას, ოდესაც ვყიდულობ, რაღაცა კუთხით, ესე იგი იმ დანის კომპლიმენტს უკეთებ რა, ასე ვთქვათ რა, რომ აი რაღაცა მომწონს და რა თქმა უნდა, ანუ ღირსად ვთვლი იმაზე ცოტა ისე რომ ვთქვა რა, ხო იცი, არა თავდაბლურად, რომ ჩემთან წავიყვანო რა. ნამუშევარს ყიდულობ რა, როგორც სახში სურათს კიდებ, ეგრე ჩემს ეგარის. პირველად ჩვენ პატარა ვიდეო ჩავწერეთ, ჯგუფში დავდეთ დაგერებზე, ხო და პირველად ეს ნანა რო ავიღე, თავიდანვე მომეწონა რაღაცა, მაგრამ რამოდენიმე ის მქონდა, შენიშვნა მქონდა. რაღაცა თვალსაზრისით კუდუზე ვთქვი, რომ კუდუ მირჩევნია მეთქი. და ვინაიდან კუდუ 5 წელია უკვე არის ჩემი განუყრელი მეგზური ყველა აბსოლუტურად ქალაქიდან გასვლაში 5 წელია სულ ჩემთან არის კუდუ. გადავწყვიტე რომ შევიძინო ეს და ამ ზაფხულს ორი გასვლა მიწევს, ერთი ქალაქიდან, ერთი ქვეყნიდან, წავიღებ ამ დანას და სექტემბერში ერთ-ერთ ვიდეოს ჩავწერ, რამოდენიმე კადრსაც დავურთავ, სადაც კუდუც იქნება და ესეც იქნება და მე ვიტყვი უკვე
პრაქტიკაში რაკნა ჩვენმა საიკაკმა. კაი, პრაქტიკაში შემთხვი და მე ვიტყვი რომ არ ვიცი ჩვენგან უმცროსებისთვის ალბათ აღარ იქნება ესეთი ემოციები, ლისიჩკები და ესენი. არა, კი, იქნება, როგორ ამოც ისიც ჩვენგან გაგებული, თორე გიждდებიან აგერ ხა დადია ყიდულობენ, მაგრამ კი ბატონო. სინამდვილეში ესეც იგივეა რა, ესეც ემოცია არის და ესეც ერთ-ერთი ძველი მოდელი არის, რომელსაც თქვათ რომელი იდეასაც განაახლა თეიმურაზმა და შემოგთავაზა და მე ამ დანაში პირველი რო ავიღე, რაც მომეწონა, რაც არ მაქვს ყუდულზე და სხვა მსგავს მოდელებზე, მექანიკა. ძალიან კარგი მექანიკა, ძალიან კარგი ხმები. კლიპსაც გაია. ძალიან. ანუ ყველანაირად აი იდისი გახადა რა, სრულად იდისი გახადა. კი ბატონო, ზომაც ძალიან კარგი აქვს, ფორმა კარგი აქვს, ძალიან კარგი ინსტრუმენტი იქნება, ძალიან კარგი ემოცია აქვს ის რომ ძალიან მისაღები ფასია ეს აღსანიშნავია რომ 65 ლარი. კი ბატონო. კაი, შვენიერი, მიშა დანარჩენი მე მგონია რომ მე თეიმურასთან ერთად კიდევ ვისაუბრებთ ამ მოდელზე უფრო მეტს. კი ბატონო. კაი, შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი შენ ამოვარჩია, ხო? რომელ მე ხო იცი რომელსაც ამოვიღებ ხა. ამოვიღე. გამოვიღე. ამოვიღე. მე არ წამოვიღე ამის პაპის პაპა. გადავწყვიტე რომ თეიმურასთან ერთად მე გავიაროთ კიდევ ეს მოდელი კარგად. კი ბატონო. ზეგი. როგორ გადმოვთარგმნოთ ქართულად ეს მექანიზმი? აბა თქვენც მოგვეშველეთ. მე არ ვიცი რუსულად ამას შარნირნი მექანიზმი ერქვა რუსულად. გაფრენილ ფიჩერს ქვია ამ მექანიზმს. ან გაფრენილი უნდა დაიჭირო. ლისიჩკა მეგობრებო, მოკლედ ლეგენდა ლისიჩკა დაბრუნდა. არა, ნუ მაგარი მართლა ძალიან მაგარი რამეა რა. იცი რა ვიფიქრე ახლა, აი ყოჩახთა იმას ეს. აი კიდე ერთხელ უნდა აღვნიშნო, ეს არ არის დანა, რომელიც უდიერ მომყრობას გაუძლებს. მოუფრთხილდით დანებს. ნუ მაშინ მაგაზე ვიტყვი, რომ ზოგადად რაც უფრო განსხვავებულია მექანიზმი და რაც უფრო თქვათ ბევრი დეტალი აქვს და ასე შემდეგ, მით უფრო თქვათ სპეციფიური არის. რა თქმა უნდა. იცი რა ვიფიქრე? ოჩახ თეიმურას რო გააკეთა ამას, იმიტომ რომ ეს სხვები ბევრნი აკეთებენ, აი ძველების რაღაც თანამედროვეებს, მაგრამ ამ მექანიზმით არავის არ გაუკეთებია რა. არა, ამ მექანიზმითაც მე როგორც ვიცი არის, მაგრამ აკეთებენ ისეთ სეგმენტში, რომ 300-ს გააკეთებს, თვითონ გაყიდეს $2000 და 3 კაცს გაუსწორდება რა. ხო, ეგეთია სერიულად არ შემოხვედრია, კაი. არა, ის არ იყო ლისიჩკა. აუ მანუფაქტურას რომელიღაცა მაგ ერთ-ერთ კლინოქსზე ნანახი, რომ ეს მექანიზმია თორე ზუსტად ლისიჩკა არ ყოფილა. ახლა მაგალითად სიკეეფმა იმდენი ვარიაცია გააკეთა, იმდენნაირი ვარიანტები გააკეთა რა და მსგავსი მექანიზმი არ გაუკეთებია და ალბათ იმისგანაც დაველოდებოდი ამ სიახლეებს. მოკლედ ლისიჩკა, ლეგენდა ლისიჩკის, თქვა თანამედროვე ვერსია მეგობრებო და მე მგონია რომ ალბათ ესეც ჩვენი თაობის ხალხში ვისაც აქვს რაღაცა ემოციები ლისიჩკაზე, ბელკაზე, აწერია ნახე პირდაპირ ლისიჩკა. ეგრევე აწერია. ეგ არის, მოკლედ ნამდვილი ლისიჩკა იყო ესეთ მექანიზმზე მეგობრებო. და ძალიან მაგარია 105 ლარად შეგიძლიათ დღეს შეიძინოთ მეიდანის მაღაზიათა ქსელში და ზოგადად მართლა სიამაყით ვაცხადებ, რომ მე მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მივეცით ქართულ მეიდანეებს იმის საშუალება, რომ აი თუნდაც ესეთ საბიუჯეტურ სეგმენტში ესეც საინტერესო რაღაცეები პირველები ჩვენ გვაქვს ხოლმე რა. ცოტა თავსაც შევიქებ ბატონო გიორგი. ნუ ატარება რომ შეიძლებოდეს სიამოვნებით ატარებდა ამ კაცს და თან იმოგზაურებდა მოგონებებში და ლაფერში ჯიბეზე. აი მოდი ახლა ადამიანს მიდი. ესე იგი მე როდესაც ბატონი თეიმურაძე პირველად პირისპირ გავიცანი, მან მაჩუკა მოდელი სახელად სტინგი, არა, ეროუ ბოდიში, ვიზუალით ერთი და იგივე არის, ძალიან პატარა განსხვავება არის. აქსისი არის ხო ეს? უბრალოდ როდესაც მაჩუკა ის იყო ლაინერლოკი. ლაინერლოკი იყო და მე გავიგე რომ გამოუშვეს სტინგიც და ეროუც სლიმ მოდელი რა. ანუ ბევრად უფრო თხელი და შეუძლიათ აგერ ჩამკეტი აქსის ლოქს. ეხლა შევამჩნევ. ძალიან კარგი მექანიკა აქვს. ანუ აი ეს სიწვრილე, არ ვიცი როგორ დავარქვა, ჩემთვის არის ძალიან საინტერესო. და როგორ თქვა რა,
აი ეს დანა ჩემს EDC-ში ვიცი რომ ძალიან საპატიო ადგილს დაიკავეს ბატონო გიორგი და მაგიტო დავდე ამ ფერებში, თუ სხვა ფერებში კი არ დავკვირვები, არ და ჩემი შეკვეთილი არის. დიახ, ნამდვილად. ძალიან თხელი და ძალიან მაგრად მუშაობს და იცი რა გამახსნა ჯგუფში რომ დადო ახლა ერთმა ვიდეო რომ ესეთი ბასი რო ქარხნულაო არ მქონიაო არაფერიო ის იყო და როჭრის ძალიან კარგია ვეჯიაც ესეც ის უმოწას დადო ის რო ახრომია არა კაი ლესვით ყველა კარგად მუშაობს მაშა ბატონო ძალიან მაგარია ნუ სამისმა სითხელე ეს ძალიან მომეწონა ძალიან თხელი და ძალიან მაგარია კაი შვენიერი, მადლობა თეიმურას მოკლედ სიახლეებისათვის. კი ბატონო, დანარჩენი არის თქვენთვის ყველა კარგად ნაცნობი, ბევრი დაგერები არის, რა თქმა უნდა, ტრადიციული, ანუ ჩვენი ძმა და მეგობარი მისი ბელკა რამოდენიმე ფერში ადგილზე არის, კვლავ 105 ლარად, ცოცხალი თავით არ მაძვირებინებს ბატონი გიორგი, მე ვიძახი რომ უნდა გახდეს მეთქი 115 მეთქი და არაო ვიძახის და სანამ გადაიფიქრა და სანამ 105 ლარი ერთს შეიძინეთ, თორე მაინც გავხდი 115 ლარს. ბატონო. და ეს მთელი ხაზი, რომელსაც Discover ხაზი ქვია, ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას Discover ხაზი. Discover ხაზში შედის რა ვიცი, უამრავი დანა. ერთ-ერთ დანაზე წერან გიორგი თქვა, რომ აი ჩვენმა ჯგუფის წევრმა დადო და ჯგუფში რომ აი ქარხნული ესეთი ბასრი დანა ძალიან იშვიათად შემხედრეაო და ნამდვილად აი 85 ლარიებს აი ეს ფლორინი და მიაქციეთ მეტი ყურადღება Discover ხაზს. რამსუბუქია. ლაინერები არ აქვს თლიანზე. აქვს. კი ბატონო. ძალიან მემსუბუქა ხელში. არაფერი მიშა, სტანდარტულად ძალიან კარგი დანები, ძალიან კარგ ფასებში, ძალიან კარგი ადამიანისაგან. ნამდვილად და დაველოდოთ მოკლედ ჩვენ სტუმარს და თეიმურასთან ერთად უფრო ცუდად ვისაუბროთ ამ ყველაფერს. დღეს დავასრულოთ მე მგონი დრო არის. ხო, სიახლეები. გამოიწერეთ არხი მეგობრებო. სიახლეები. უი, დედა, რა ის არხი გამოიწერეთ? ისე გადავეჩვიეთ სხვათა შორის ბატონი გიორგი ლესედან დანები მოგვაკლო და ორი წელს წამოვიღე. სხვათა შორის ერთი ვიდეო მოდი ჩავწეროთ ბახტრიონზე. აუცილებლად დაუბრუნდეთ ჩვენ ძველ დისლოკაციის ადგილს. მოდი ამას ეს მეორე ვაჩვენოთ ერთი. კი ბატონო. ეს არის ლეგენდა ამფიბიას მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი გაგრძელება. ეს რანაირ ტომარაშიტებს რა არის. ხო, ნუ ტომარა არ მოგვეწონა. ხო, ჩავია ხოლმე მაიკროტექს რა. კაი, მოდი ვიტყვი, ამას შემოსახვევი ქონდა ხოლმე, კარგი რაღაცა ისიც მოაკლეს, ხო, რაღაცა პარკში იდო ხოლმე. ხო, რაღაცა ის არის რა, მარფიონეს სელექტის ხაზი არის, ეს ბარათიც რაღაცა. მარფიონეს ავტომატი გაქვს ნახე. ავტომატი, არა? აი ისტორია, იცი, იერას გამოშება რომ დაიწყო ერთი პერიოდი? არა, არ მინახავს. მაშინ მოდი რა ვქნათ, იცი? ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ისეთი ამბავი გავიგე მარფიონესზე და მაიკროტექსზე და მეც არ ვიცოდი აქამდე. ცალკე ჩავწეროთ. ჩავწეროთ ერთი ესეთი გადაცემა, რომ უცნაური და ახალი ამბები მაიკროტექსზე და აი, ნუ მოკლედ არ ვიცოდი მე შოქში იდევს რა. აი, მე ვისურვებდი რომ სხვანაირ მე შოქში. იმსახურებს ნამდვილად ეს სასწაული და იმსახურებს ანუ იმაზეც ვიტყვი და იმას რო გადავალთ მე ვთქვათ საბოლოოდ ამ შეფუთებზე. დანარჩენი ლეგენდა ამფიბიას ძალიან მაგარი დანის, ძალიან მაგარი შემდეგი ვერსია შემოგთავაზეს. ვინც არის ძველი დიდი იყო, ძალიან დიდი იყო, სამწუხაროდ არ აქვს ახლა ის მეორთან, მაგრამ საგრძნულად დიდი იყო რა და ეს შემოგთავაზა მინი ვერსია. EDC ფორმატში ჩასვა იდეალურად, ზომები მე ამფიბია ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს. ამფიბია არის მაგარი დანა. ხონდა და სამწუხაროდ გავასხვისე უბრალოდ. რაღაცნაირი, აი ხო არ ვიცი როგორ თქვა ხოლმე, შეიძლება ტერმინარს აი რაღაცნაირი კაცური დანა არის, ანუ სხვანაირი ხასიათის დანა არის. ბრუტალური დანა არის, ნამდვილად. თუ მათხოვებ მე არ მჭერია ამის დანა. ძალიან მაგარი ზომა არის, აი. ანუ მინი არ არის, რა სინამდვილეში არის, ის არის უბრალოდ ძალიან დიდი რა და ძალიან კაი ზომა არის. კი. და ისიც ძალიან იდეალური ზომა არის, სხვანაირი ემოციებს იძლევა და ეს EDC ვარიანტი რაღაც ჯიბეზე სატარებლად ძალიან სხვანაირი დანა არის. გზაში არის მიშა ლატი, რამლოქსე, გზაში არის სტიჩი, მინი,
ლაცაც ძალიან ველოდები რამბლობს. ხო, და კიდე რაღაც სიახლეებს ველოდები. მინისტიჩი ძალიან მაგარი რაღაცები, მოკლედ. მე მგონი ჰოკით შეგვხვდა, ჰოკი გააკეთეს ავტომატური, გაიხანე. ჰოკი არ ქონა, ჰოკი ეს მოხრილი. ხო და მოკლედ სიახლეები გვექნება კიდე MicroTech-ის. ეს Marfione Select არის, ალბათ კიდე სტანდარტულ ვერსიებსაც გააკეთებს, როგორც თქვა, სხვა ვერსიებზე იყო და ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნება და რაღაცა. აბა კომენტარებში დაგვიწერეთ, რამდენს გაინტერესებთ, რომ ჩავწეროთ ცალკე გადაცემა Marfione-ზე და თუ მართლა ბევრნი იქნებით, აუცილებლად გავაკეთებთ ცალკე გადაცემას. და ეს ალბათ მიშა ერთ-ერთი გმირი ეს წლევანდელი Blade Show-იც. მოდი სანამ მიტყვი რა, მე მგონია რომ სხვა შეფუთო არ ქონდა ეხლა რა და ცალკე რო გაეკეთებინა ამისთვის, არ ვიცი ამ დროში ვერ ჩაეტიან რაღაცა და ესეთი შეფუთო შემოგთავაზეს, რაც არ ეკადრება ჩემი აზრით, ესეთ მაგარ დანას. შეცვლიან მაგას მაშინ. ალბათ შეცვლიან რა, სამზარეულოზე შეცვალეს. სამზარეულოდანები თავიდან რომ გამოუშვეს, ჩადეს Socom Alpha-ს და პატარა ფიქსების ყუთებში ჩადეს, რომელიც ნუ სრულად უადგილე იყო და არაადეკვატური იყო. ეხლა უკვე რაღაც პერიოდის მერე უკვე ისეთ სხვანაირ შეფუთოებში ჩადეს. ეხლა ეს რა არის? საბუთიც გონია. ძალიან აფიქრე კარგაშია ბატონო გიორგი. ძალიან მომწონს. ძალიან მაგარი დანა არის. კი. ეს დანა პირველად ამოდენიმე თვის წინ როდესაც ვნახე. მაშინ ძალიან მაგარი მოდელია. ბატონ გიორგის ვკითხე რომ მეთქი რას ფიქრობ მეთქი, მაგრამ ლაივში მაშინ არ ქონდა არც მე არც გიოს ნანახი და კი ჩაწერა გიომ როგორც კი ჩამოუვიდა და გიოს ჩაწერილი ვიდეოთი ვნახე რომ უკვე აქ იყო ეს დანა. პირველად მიჭირავს დღეს ხელში. და არ ვიცი, ჯერ ხო სასწაული შეგრძნება მაქვს. პირდაპირ მინდება რომ რაღაცა გავატყაო, რაღაცა დავჭრა და აი ეს ჯიმპინგი რომელზეც გიждდები უკვე იცით ალბათ და მთელ სიგრძეზე ჯიმპინგი აქვს. მინდა ესე გავჭრი, მინდა გავთლი. ძალიან კაი მოდელი. ძალიან კაი რამეა რა. ფულ ტანგი, თხელი, რაც მიყვარს, თქვა, ფულ ტანგი არის, ტარსაც მოხსნი, შიგნით წიკები რომ აქვს რა, თქვა, ერთი წლის მერე შიგნით შეიძლება რაღაცა შევიდეს, თხლად, ნადევი პატარა. კი, აუცილებლად იმის გაწმინდა მოვლა შესაძლებელი არის და თვითონ ზომა არის იდეალური, არც დიდია, არც პატარა არის, მეტი არ გჭირდებათ, არ ვიცი ზოგი ამხელდანებით რო დადი სანადიროთ, არ ვიცი ახლა. აი ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. აბა მიდი. რამოდენიმე დღის წინ დახურულ ჩატში გქონდა ტრენინგი ჩვენი თანამშრომლებისთვის და ზუსტად იქ ვსაუბრობდით სანადირო დანებზე და სანადირო დანების გეომეტრიაში ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ბელი, ეგრეთ წოდებული მუცელი. და აი ჩემი თანამშრომლები იმედია მიყურებთ ეხლა და აი ამ დანაზე რა კარგად არის გამოკვეთილი აი ეს ადგილი მუცელი იმისთვის რომ გაწყავება მოხდეს იოლად და კონტროლირებად. მოდი ქარქაშზე ვთქვათ მიშა. ანუ მაგარი რამეა რა. კი, ქარქაში ორნაირი ქარქაში ექნება. ესეთ სერიულ გამოშვებაში ესეთი კარგი ტყავის ქარქაში ხშირად არ გვხვდება ხოლმე. ეხლა Rocksteady კი არა. ესეთი რთული კონსტრუქციის ჩანართებიანი მე ვაფშე არ მახსენდება. ხო, ფასი ერთ და იგივე აქვს ახლა სად ამისი ქარქაში. M-კასტასი. ხო, და სად ახლა ეს კაი ნამუშევარი. ქარქაშია. ძალიან კაი ნამუშევარი არის, აი. კი. ძალიან კარგად დამუშავებული. კარგად არის. ხო, სერიული სკოლობაზე, რა სერიული დანის სკოლობაზე, აი, ლოგოც რა კარგად აქვს. ისე არის შეფუხილი, რომ გათვალისწინებულია, რომ სანადირო იმაში თავი ბოლო უფრო მეტად რო გაუძლოს ნესტსა იმას რა. ნუ პრაქტიკულობაში ახლა Kydex-ის ვერსიებიც ჩამოგვივა, შეკვეთილი გვაქვს Kydex-ის ქარქაშები იქნება. ალბათ პრაქტიკულობაში Kydex-ი ჯობია, მაგრამ ეს სხვანაირი ხასი და ხო, ეს ამერიკული რეინჯერული ის აქვს რა, რაღაცა მუღამი რა. კაი სქელი ტყავი, კარგად დამუშავებული. აბა ერთი როგორ ჯდება ხმასავით აქვს. ჯერ რაღაც არის. იცოდა? პირიქით. უხშო. ხმა არ აქვს, მაგრამ ძალიან მაგრად ჯდება. ძალიან კარგად. ნუ ფორმა გამოყვანილი აქვს და მორგებული აქვს. მოკლედ ლესერშიც დაუბრუნდებით და იქაურ სიახლეებსაც გადავიღებთ, გამოიწერეთ არხი მეგობრებო და მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა ყურადღებისთვის.